პირველ რიგში მადლობა ყველას, ვინც ნინოს უჭერს მხარს, ეს ნინოსთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი და ძალიან აფასებს თითოეული ადამიანის მხარდაჭერას. რა ხდება ახლა ნინოს თავს? ჩვენ ვართ იმ რეალობაში, როცა ვხედავთ, რომ ნინო დათაშვილს ხერხემალზე ჩატარებული ოპერაციის გამო უტარებენ ფსიქიატრიულ ექსპერტიზას. პირადად მე წარვადგინე დოკუმენტი, სამედიცინო დოკუმენტი აღკვეთის ღონისძიების განხილვის პროცესზე 2025 წლის 21 ივნისს, როდესაც მოსამართლე ფიქრობდი, რომ ნინოს პატიმრობა შეუფარდებდა, იმიტომ რომ ნინოს დაკავების განჩინება ისე გასცა სასამართლომ, რომ საერთოდ არ იყო ნამსჯელი, რამდენად აუცილებელი იყო პატიმრობა, საერთოდ არ იყო ნამსჯელი გამოძიების დაწყებიდან 10 დღის შემდეგ, რატო ითხოვდა პროკურატურა პატიმრობას, მაშინ როდესაც ნინოსთან ერთი კომუნიკაციაც არ ქონიათ, ხო? ანუ ეს განჩინება უკვე მომასწავლებელი იყო იმისკენ, რომ ნინო უნდა დაესაჯათ სამაგალითოდ და მისთვის უნდა შეეფარდებინათ პატიმრობა. აქედან გამომდინარე მე წარვადგინე დოკუმენტი, რომელიც ადასტურებდა, რომ 2019 წელს ნინომ გაიკეთა ხერხემლის ოპერაცია. ამავე დოკუმენტში მითითებულია, რომ ოპერაციის შემდგომ პერიოდი გართულდა, ნინოს ჰქონდა ტკივილები, რომლებმაც იმატა უკანასკნელ პერიოდში. და თანმდევად მითითებულია, რომ ნინოს აქვს ფსიქოემოციური ლაბილობა, რომელიც არ არის დიაგნოზი და რომელიც არის თანმდევი მდგომარეობა და უკავშირდება. ეს არის სიმპტომი და ამ შემთხვევაში, ნინოს შემთხვევაში უკავშირდებოდა ხერხემლის ოპერაციის თანმდევ სიმპტომად. და ეს გაუსაძლისი ტკივილების გამოხატვა არის ძალიან ადამიანური და ორგანული და თვითონ ეს ემოციური ლაბილობა ნიშნავს ემოციების გამოხატვას. ეს არ არის მარტო დაკავშირებული ტკივილთან, ხო, ეს შეიძლება იყოს სხვა რაღაცა გარემო ფაქტორებთან დაკავშირებული, როდესაც ადამიანი გამოხატავს ემოციებს თავისი სურვილის შესაბამისად, ან ზოგჯერ მაშინ როცა უნდა რომ თავი შეიკავოს, მაგრამ ვერ ახერხებს. მაგალითად, როდესაც შეიძლება საჯარო სივრცეში აგვეტიროს. და ძალიან ბევრჯერ მდომებია, რომ როგორღაც თავი შემეკავებინა და არ მეტირა ვიღაცის სიტყვაზე, ვიღაცის გამოსვლაზე, სადღაც საჯარო სივრცეში და თავის დაუნებურად მოდის ეს ემოცია. აი ეს არის ემოციური ლაბილობა. რას უთითებენ? ამ დოკუმენტის მეტი პროკურატურას არანაირი მტკიცებულება არ გააჩნია, რომ შეიძლება ნინოს ექსპერტიზის ჩატარება. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ეს დოკუმენტი არის ნინოს ფიზიკური ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ და ეს დოკუმენტი ადასტურებს, რომ ნინომ ხერხემლის ოპერაციის შემდეგ, რომელსაც დაზიანებული აქვს დისკი და კვლავ ჭირდება 6 წლის წინ და კვლავ ჭირდება განმეორებით ოპერაცია, აი ამ ტკივილებს, იმიტომ რომ ის ოპერაცია როგორც ჩანს არ აღმოჩნდა ეფექტური, ან საკმარისი ადამიანი ახლა სიცხეში ამ პრობლემის საკანში ფიზიკური ტკივილით და თუმცა ეს იყო 6 წლის წინ. დღეს ეს სიმპტომი როგორია, პროკურატურამ არ იცის. ახლა რატომ გადაწყვეტეს, რომ ეს არის შესამოწმებელი გარეწინა თვეებში, როცა თქვენ წარადგინეთ? იმიტომ რომ ახლოვდება წინა სასამართლოს ხდომის დრო, იმიტომ რომ დასრულდა გამოძიება და მაშინ როდესაც თავშივე პროკურატურის მოთხოვნა ნინოს პატიმრობასთან დაკავშირებით უკანონო იყო და უსაფუძვლო იყო. უკანონო და უსაფუძვლო იმიტომ იყო, რომ არ ეფუძნებოდა სისხლის სამართლის საპროცესო ნორმებს, მოთხოვნებს, არ ეფუძნებოდა ადამიანის უფლებებს, არ ეფუძნებოდა ფაქტობრივ გარემოებას. პროკურატურის მოთხოვნა ნინო დათაშვილის შემთხვევაში პატიმრობის გამოყენების იყო უბრალოდ მისი სურვილი, პოზიცია და არც მალავდა, ანუ პირდაპირ პროკურორი ამბობდა, რომ ბრალდების მხარეს მიაჩნია. და ეს ბრალდების მხარეობა, რამე პრივილეგია და უპირატესობა კი არ არის, ბრალდების მხარეზე ყოფნა და ბრალდების მხარეთ ყოფნა არის ყველაზე დიდი ვალდებულება, რომ დაიცვა ადამიანის უფლებები, იმიტომ რომ შენ ხარ სახელმწიფოს სახელით მოქმედი პირი. შენ იმ წუთას მოქმედებ როგორც სახელმწიფო და პირველ რიგში სახელმწიფო სახელით მოქმედ ადამიანს ევალება, რომ არ დაარღვიოს ადამიანის უფლებები. და პროკურორების უმრავლესობას ეს ბრალდების მხარეობა გონიათ პრივილეგია და სინამდვილეში ეს არის ვალდებულება და ეს არის ადვოკატზე მეტი ვალდებულება, იმიტომ რომ ზოგ ადამიანს საერთოდ არ ყავს ადვოკატი და საერთოდ არ უნდა იყოს იმის იმედზე ეყოლება თუ არა ადვოკატი, ან საერთოდ როგორი ადვოკატი ეყოლება ადამიანს. პირველ რიგში პროკურორს ევალება, რომ არ დაარღვიოს არც ერთი ადამიანის უფლება, იმიტომ რომ ის სახელმწიფო სახელით მოქმედებს და ის როგორც სახელმწიფო ვალდებულია, რომ დაიცვას ადამიანი. ნინოს შემთხვევაში, როდესაც სასამართლოს ვეუბნეოდი, რომ ერთი ფაქტობრივი გარემოება მოსთხოვე პროკურორს, რომ დაასაბუთოს, რატო უნდა იყოს ნინო პატიმრობაში და მაგალითად თავისუფლებაში, რატო შეუშლის ხელს, მაშინ როდესაც უკვე დაკითხული იყოს მანდატურის თანამშრომლები, უკვე მოკლეული იყოს დაახლოებით 10 გვერდი აქვს დამატებული გამოძიებას ნინოს პატიმრობის შემდეგ. მეტი არა, ორი მანდატური გამოკითხეს
31 ივლისს, მაშინ როდესაც უკვე ეს ფსიქიატრიაში მოთავსების სულ ეს არის შემდგომობა. მათი მტკიცებულება და თავშივე გამოკითხული ყავდათ მანდატურის თანამშრომლები, ამოღებული ქონდა სასამართლოს კამერები, დამაგრებული ქონდა ეს უკვე სისხლის სამართლის საქმეზე და რეალურად ის რომ ნინო როგორღაც ამ მასალებს გაანადგურებდა, ამისი თეორიული შანსი არ არსებობდა. ასევე პროკურატურა როდესაც უთითებდა რომ ნინო მიიმალებოდა, მიმალვის საფრთხეს თავისი სტანდარტი აქვს, უნდა ახსნა, იმიტომ კი არა რომ შენ ესე ფიქრობ, იმიტომ რომ დააკავე საზღვარზე, იმიტომ რომ აიღო სხვა პასპორტი, იმიტომ რომ შემჩნეულია მიმალვაში, ან დაურეკე და არ გამოცხადდა და ასე შემდეგ. ანუ კონკრეტულად უნდა დაასაბუთო, რატო არის მიმალვის საფრთხე. ანუ არაფერი ვერ დაასაბუთებდა. ადამიანები გამოუშვეს. ხო, ვერ დაასაბუთებდა პროკურატურა ვერცერთ შემთხვევაში ნინოს პატიმრობის გამოყენების საფუძვლებს იმის მიუხედავად, რომ ბაქშიაშვილი წასული ჩამოიყენეს ისინი არ მგონია ნინო დათაშვილში. ანუ ერთ-ერთი ბიზნესმენი ხედავდნენ. პირდაპირ იცით რა არის? იყვანს აეროპორტში, მაგრამ 10 დღე იყო გასული. ცოტი არაღით ხო? ფაქტიდან იყო 11 დღე. ნინოს წინააღმდეგ დანაშაულის ჩადენიდან იყო 11 დღე გასული, როცა ნინო დააკავეს და შესაბამისად 11 დღეც საკმარისია თუ ადამიანს მიმალვა გინდა. რა თქმა უნდა. მაშინ როდესაც პროკურატურამ გამოიყენა უკანონოდ ეს პატიმრობა და სასამართლომ დააკანონა და მისცა ამისი ნებართვა, ეხლა წინა სასამართლოს ხდომაზე პროკურატურას ევალება, რომ უფრო მეტი სტანდარტით დაასაბუთოს, რატომ არის ეხლა პატიმრობის გაგრძელება მიზანშეწონილობა. მასალებზე